გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 7. რა სიჩქარით უნდა ავაგდოთ კენჭი დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით, რომის დაეცეს დედამიწის ზედაპირს 5 წამის შემდეგო გეკითხებიან. ჩავთვალეთ, რომ თავისუფალი ვარდის საჩქარება 10 მეტრ კვადრატი და ჰაერის წინააღმდეგობასაც გაითვალისწინებთ, მოგვახსენეს. კარგით, მოცემული გვაქვს, ესე იგი ჩავწეროთ მოდით მოცემულობა. დრო სხეულის უბრალოდ კენჭის მოძრაობის ასო ჩამოსვლის დრო არის 5 წამი. ამასთან თავისუფალი ვარდის საჩქარება ჩათვალეთ, ესე იგი დაახლოებით ტოლი არის 10 მეტრ წამ კვადრატის. ჰაერის წინააღმდეგობის ძალას გაითვალისწინებთ, ესე იგი F წინააღმდეგობის ძალა ჰაერის უდრის 0-ს და გვაინტერესებს რა სიჩქარით უნდა ავაგდოთ ეს ჩვენი კენჭი დედამიწის ზედაპირიდან, რომ T უდრის 5 წამში დაუბრუნდეს ისევ დაწყის მდებარეობას. ესე იგი V0-ის გასასვლელი გვაინტერესებს. კარგით, ესე იგი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მოდით ავიღოთ დედამიწის ზედაპირი, მოვათავსოთ რაღაცა სხეული მასზე და რაღაც V0 სიჩქარით ავისროლოთ ეს ჩვენი კენჭი ზემოთ და გარკვეული დროის შემდეგ ის აბა გარკვეულ მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს, ხო? აი რაღაც h მაქსიმალური სიმაღლე იყოს, აი ეს არის h მაქსიმალური დავარქვათ, მოდით h მაქსიმალური და მაქსიმალურ სიმაღლეზე როცა ავა ეს ჩვენი კენჭი, ამ სხეულის სიჩქარე ბუნებრივია გახდება, საბოლოო სიჩქარე გავხდება 0-ის ტოლი და გამომდინარე იქიდან, რომ ასვლის და ჩამოსვლის დროები ერთმანეთის ტოლი არის, ესე იგი T1 ასვლის დრო, ტოლი არის ჩამოსვლის დროის და რადგანაც მთლიანი მოძრაობის დრო 5 წამი არის, შესაბამისად ასვლის დრო და ჩამოსვლის დრო იქნება T ნახევარი, ხო, ასე, ეს კი იქნება T არის 5 წამი, ესე იგი 2.5 წამს უნდება ეს ჩვენი კენჭი ასვლას და 2.5 წამს ჩამოსვლას. სულ მოძრაობს 5 წამი. ესე იგი 2.5 წამი ყოფილა T1-ის და T2-ის ასვლის და ჩამოსვლის დროები. ახლა ბუნებრივია ეს მოძრაობა არის თანაბარ შენელებული, ხო? თანაბარ შენელებული მოძრაობა გვაქვს, ეს გამოწვეულია იქით, რომ თავისუფალი ვარნის საჩქარება არის მიმართული დედამიწის ზედაპირისკენ და პარალელურად მოდით ახლა თან ღერძით შემოვიტანოთ და გვჭირდება, მოდი Y ღერძი პირობითად მიმართოთ მოძრაობის თავიდან მოძრაობის მიმართულებით ამ კენჭის Y ღერძი იყოს ასე მიმართული და ჩავწეროთ ახლა საბოლოო სიჩქარე, ჯერ ვექტორული ტოლობა რო ჩავწეროთ, საბოლოო სიჩქარე V ტოლი იქნება საწყის სიჩქარეს V0-ს დამატებული G T1, ხო? კი ბატონო. ახლა თუ დავაგეგმილებთ V0-ია, როგორც ხედავთ, 0 უდრის, V0 და Y ღერძი ერთი წმის გასწვრივ არის შესაბამისად. V0-ის ნიშანი არ შეიცვლება, თუმცა რადგანაც G და Y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამას გამოაკლდება გეგმილი Y ღერძზე -G არის, შესაბამისად უნდა გამოაკლდეს -G T1, საიდანაც V0 ტოლი გამოგვივა G T1-ის. ეს კი ტოლი არის G 10-ის ტოლია, 10 გამრავლებული T1 არის 2.5 და ეს ტოლი იქნება 25 მეტრ წამის. შესაბამისად ეს ამ კენჭს თუ გავისვით ჩვენ 2.25 მეტრ წამ სიჩქარით, საწყისი სიჩქარით 5 წამში დაუბრუნდება დედამიწას ისევ, ანუ საბოლოო პასუხი იქნება V0 უდრის 25 მეტრ წამს. პასუხი G.